მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა, კლავ ეთერში ბრუნდება, გადაცემით ჰორიზონტის მიღმა, მე მის წამყვანი ტრადიციულად ესმა ბუმბერიძე ვარ. გილოცავთ ყველას ახალ წელს, პირველ რიგში ვისურვებ და გისურვებთ ყველას, რომ უკეთესი იყოს, ხო, წინა წელთან შედარებით, ის, რასაც ყველანი ტრადიციულად ყოველ წელს მანტრასავით ვიმეორებთ, რომ იმედი გვაქვს, რომ ეს წელი უკეთესი იქნება, წინსვლას წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს. რაც მთავარია ჩვენი მიზნების მიღწევას და ოცნების ასრულებასაც გისურვებთ და უსურვებთ ჩემ თავსაც და ყველასაც. იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის თუ როგორ ჩვენი მიზნები და ოცნებები, ის თუ როგორ გვინდა ჩვენ რომ ვიცხოვროთ და რას ნიშნავს თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს ბედნიერება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. ამ საახალწლო პერიოდში იმიტომ გადავწყვეტეთ თქვენი გადატვირთვა, რომ ამ გადაცემით და ყურადღების, რომ იშვიათ შესაძლებლობა გვაქვს საახალწლო და სადღესასწაულო პერიოდში, როდესაც უცხოეთში მოღვაწე ქართველები ჩამოდიან და ცოტა ხანს საქართველოში ატარებენ დღესასწაულებს და თავენ შვებულებას. და ამიტომ ეს შესაძლებლობა მე არ შემეწორო ხელიდან გამეშვა და მოვიწვიე ნინო კუხალეიშვილი, ბიოფიზიკოსი, მკვლევარი ნიცას უნივერსიტეტში, ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელიც იქ ცხოვრობს და სწავლობს უკვე წლები არაც და ის ისაუბრებს თავის გამოცდილებაზე და საქმიანობაზე. ნინო, მოგესალმები. გილოცავ შენც კიდევ ერთხელ დღესასწაულებს და მადლობა იმისთვის, რომ დრო გამოყავი და მოხვედი ჩვენთან. რამდენიმე დღე გაქვს სულ საქართველოში, მაგრამ მაინც და მინდა რა თქმა უნდა რომ გვითხრა უფრო მეტი, რას საქმიანობ კონკრეტულად და რას მოღვაწეობ. გამარჯობა, ესმა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია. მივესალმები მსმენელებს და მაყურებელს. ყველას ულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ, რომ ეს წელიწადი ყოფილიყოს წარმატებისა და მშვიდის წელიწადი. ახლა რაც შეეხება ჩემს საქმიანობას. მე ესე იგი ნაცფრანგეთში წავედი და ვამთავრე ფიზიკა-ქიმიის ბაკალავრიატი, შემდეგ ბიოფიზიკის გახლდით მაგისტრატურა და ახლა სადოქტოროს ვაკეთებ ბიოფიზიკის დარგში. კონკრეტულად უმეტეს იგი მივეკუთვნები ორ ლაბორატორიას, ფიზიკის ინსტიტუტსა და ბიოლოგიის ინსტიტუტს. ჩემ ძირითად დროს ვატარებ ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ვაწარმოებ კვლევას კანდიდა ალბიკანზე, ასეთი პათოგენური სოკო არსებობს, რომელიც ადამიანებში ცხოვრობს და მას აქვს გარკვეული უნარი შეიჭრას უჯრედებში, ქსოვილებში და გახეთქოს და ზოგადად ასეთი სოკოვანი დაავადებებით, კანდიდოზებით წელიწადში 1,5 მილიონი ადამიანი იღუპება. და ჩვენი პროექტის სადოქტორო პროექტის მიზანია შევისწავლოთ ამ სოკოს რა ძალების განვითარება შეუძლია და როგორ სხვადასხვა სტრესის ქვეშ როგორ მოქმედებს, რა არის მისი მექანიკა. ძალიან საინტერესოა როგორ მოხვედი აქამდე. როგორ გადაწყვიტე რომ საფრანგეთში უნდა გესწავლა და მაინც ბიოფიზიკა არ არის ჩვეული. ჯერ ზოგადად მეცნიერება საქართველოში ზოგადად არ არის ჩვეული მიმართულება არავისთვის, ვინც ამ კუთხით აპირებს სწავლას და მით უმეტეს ქალისთვის. როგორ გადაწყვეტე რომ ამ კუთხით წასულიყავი? ეს სათავეს იღებს ბავშვობიდან, ზოგადად სკოლაში უფრო მიყვარდა სამეცნიერო დარგები, მათემატიკა, ფიზიკა ძალიან მიყვარდა, ქიმიაც ასევე. და მაინტერესებდა. იცით, სიმართლე გითხრათ, მე ოჯახში მყავდა ნათესავები ახლობლები, რომლებიც ფიზიკოსები იყვნენ, თან ქალები. ჩემი მასწავლებელიც ქალი იყო ფიზიკაში და ამიტომ ეს ბარიერი მე არ მქონია, რომ აი ფიზიკა ქალისთვის შეუძლებელი და გადაუახავი სირთულეა. რა თქმა უნდა ეს სტერეოტიპი არსებობს, რომელიც ტყუილია, ჩვეულებრივად მოღვაწეობენ ქალები მეცნიერებაში, არანაირი განსხვავება არ არსებობს. ხო, ტვინის შესაძლებლობებში არა ნამდვილად. არაჩვეულებრივი წიგნები იწერება, შეუძლია ვისაც დაინტერესებს ნახოს ეს ნეიროსექსიზმი ასე ქვია, ანუ ტვინის შესაძლებლობებზე, იმის სახელი რომ თქვათ, უნდა მათემატიკას უფრო ვერ ჩაჭდება, რაცა მსგავსი სისულელეების განხილვა ხდება უფრო მეცნიერული კუთხით და დადასტურება, რომ ეს ყველაფერი სიცრუე უბრალოდ ჩვენი მაჩისტური საზოგადოების შექმნილი მითებია. და ესე იგი მე ბიოფიზიკით სულ მინდოდა სხვადასხვა ეს სიმსივნურ უჯრედებზე მიმუშავა
და ამიტომ დაინტერესდი ბიოფიზიკით, ვფიქრობდი სამედიცინოზე ჩავეყარებინა, უფრო ბიოლოგიაზე, მაგრამ რახან ფიზიკა უფრო მიყვარდა და აღმოვაჩინე, რომ არსებობდა ასეთი დარგი, როგორც ბიოფიზიკა, ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა ფიზიკის კუთხით, ამ კანონებით შეგვასწავლა ცოცხალი უჯრედი, როგორ მოხდება სიმსივნე. საბოლოო ჯამში სიმსივნეზე არ მუშაობ, მაგრამ თვითონ ბიოფიზიკა ძალიან საინტერესო გამოდგა და ეს ძალიან დამეხმარეს ხუთშორის ყოფნაში ის ფაქტი, რომ სწავლობდი იმას, რაც ძალიან მიყვარს. კი, აი თუ შეიძლება მეტი რომ გითხრა, ბაკალავრიატის დონეზე ეგრევე უცხოეთში წასვლა არც ისე ხშირია საქართველოდან და როგორ მოახერხე ეს, როგორ დაიფინანსე სწავლა და გუშინაც საუბრობდით ჩვენ წნორში, როდესაც შენ იქ მოსწავლეებს ესაუბრებოდი და შენს გამოცდილებას უზიარებდი, რა სიძნელების გადალახვა მოგიწია და რა ამოცანების გადაჭრა? რამდენიმე სირთულე ხდება ამ გზაზე. პირველი რა თქმა უნდა თვითონ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც თავიდან არის ისე მარტივია, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ და ეს ოცნებობ, ცოტა ესე უფრო მარტივად იღებ ამ გადაწყვეტილებას, თვითონ ეს არ ყოფილა რთული, ფრანგული ენა ვიცოდი, ბავშვობიდან ვსწავლობდი ფრანგულს. უნდა აუცილებლად ვახსენო ჩემი სკოლა მარიფოს სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლა, რომელმაც მომცა საშუალება, რომ ფრანგული მესწავლა და ასევე მქონდა ორი დიპლომი, ქართული სკოლის ატესტატი მაქვს და ასევე მაქვს ფრანგული სკოლის ატესტატი. გარე კანდიდატად ჩავეწერე გამოცდებზე და ამ გამოცდებზე გავედი და ავიღე ეს დიპლომი, რომელიც საშუალება მომცა, რომ საფრანგეთში გადამეგზავნა ჩემი საბუთები და უნივერსიტეტში მოხვედრილიყავი. თორემ საფრანგეთის მთავრობა ვალდებულია, რომ აუცილებლად მიიღოს უნივერსიტეტში ეს ადამიანები, რომლებსაც ეს სკოლის დიპლომი აქვს. და შემდეგ უკვე საფრანგეთში ცხოვრება, სხვადასხვა კულტურულ განსხვავებებზე თქვი შენ საუბრობდი გუშინაც და ასევე ოჯახი როგორ შეხვდა იმას, რომ პრაქტიკულად 3-4 წელი ხო ბაკალავრიას საფეხურზე უნდა წასულიყავი და სახლში არ ყოფილიყავი. ეთქვა ეს ჩემი ოჯახში იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგები იყვნენ ჩემი წასვლის, მაგრამ ძირითადად უფრო ხარს მიჭერდნენ. ისინიც კი ვიცით წინააღმდეგები თuliდნენ, რომ არასწორი სულ იყო, ძალიან პატარა ვიყავი, იმისთვის რომ სხვაგან წასულიყავი. ისინიც მიჭერდნენ ხარს, განსაკუთრებულად ხარს მამაჩემი და ჩემი დამამხნევებდნენ და მათ ძალიან მინდოდათ, რომ ხარისხიანი განათლება მიმეღო და იქ წასულიყავი. როგორც შეეძლოთ ისე მეხმარებოდნენ, რა თქმა უნდა. ნამდვილად ცოტა ადრეა უიშვიათია ბაკალავრიატის დონეზე წასვლა და სულ დღევანდელი გადასახადით ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის აუცილებელი ბაკალავრიატზე წასვლა. თუმეტეს დღეს საქართველოში უნივერსიტეტები განვითარდნენ 10 წლის წინა დროში და არებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქაც. და შემდეგ ეტაპებში უფრო მაგისტრატურაზე, დოქტორატურაზე წასვლა უკვე შესაძლებელია. დღეს რო ყოფილიყავი სტუდენტი, ალბათ იგივე გადაწყვეტილებას არ მიიღებდი და ცოტა უფრო მიაწავდი. მაგრამ შენ, როდესაც პროფესია აირჩიე, მაშინაც აირჩიე იმის მიხედვით, თუ რისი კეთება გინდოდა და არა იმის მიხედვით, თუ რაღაც რა გინდოდა, რომ გამოსულიყავი და რაღაც გარეგნული ნიშნებით და სტატუსებით არა და ამიტომაც უფრო ვიწროდ ამ მიმართულებას იქ ისწავლიდი. დაფინანსებაზეც რო გითხრა უფრო მეტი სწავლის, რა შესაძლებლობები არსებობს ამაზეც ვსაუბრობთ გუშინ, რომ მაგალითად იგივე სადოქტორო პროგრამები უფასოა და ზოგადად სწავლა მაგალითად გერმანიაში და საფრანგეთშიც უფასოა და ასე შემდეგ. იქ ფინანსური მხარე ოჯახი მეხმარებოდა, რა თქმა უნდა, უნდა აღნიშნო, მაგრამ იქ რა თქმა უნდა, იქ პატარ-პატარა სამსახურები ანთი კანდიდატით წასული მე არაერთი მეგობა იყო, რომელიც ქართველი იქ ძალიან რა თქმა უნდა მუშაობ, დრომი აქვს და ეს ყველაფერი მარტივი არ არის. იყო წელიწადი, როდესაც მე მაგალითად მოხუც ბებოსთან ცხოვრობდი და ვუვლიდი ასე ვთქვათ, არ იქნება სწორი ნათქვა, იმიტომ რომ მხოლოდ საღამოობით უნდა გამიშალა სუფრა, ამილაგებინა და ღამე ყოფილიყავ იმასთან, რომ მას ღამე მარტო ყოფნა ეშინოდა.
და კი მივატყობ ბირის კინოს არ ვიხდით და ეს უკვე ძალიან დიდი შეხავათი იყო ჩვენთვის. შემდეგ მაგისტრატურის დონეზე კი უკვე ნამდვილად ძალიან ბევრი სტიპენდია არსებობს, როგორც საერთაშორისო, ისე კონკრეტულად საფრანგეთის საერთაშორისთან არსებული, საფრანგეთის სამინისტროებთან არსებული. მე პირადად კამპუს ფრანცმა დამაფინანსა საფრანგეთის ინსტიტუტმა, თბილისში შევიტანე განაცხადი და მაგისტრატურა შეიძლება. ასევე არსებობს მაგალითად ისეთი ფაკულტეტები, რომლებიც მოიცავს ნახევარგანაკვეთზე მუშაობას, ისეთი ჩემი მეგობარი ასე მუშაობდა. ასეთი რამის მოძებნად შეიძლება, რაც გეხმარება, რა თქმა უნდა, ფინანსური მინიმუმის უზრუნველყოფას, რა თქმა უნდა, ქალბუნებაში ცხოვრება ზელაპარაკი ზედმეტია. ხო, აი, რო გავიმარტოთ და გავნიშნოთ, რომ თვითონ სწავლაში ფულს არ იხდი, თუ კი სწავლობ იქ ფრანგულად. ხო, თუ არ არის ეს ინგლისურენოვანი საერთაშორისო რამე პროგრამა. მაგრამ რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარჯები, ხო, ბინის და ასე შემდეგ, თუ კი კონკრეტულად სტიპენდია არ გაქვს ამისთვის, მაშინ გიწევს რომ გადაიხადო შენ, რაც შეგიძლია თეორიულად გააკეთო იმით, რომ ან იმუშაო, ან ვთქვათ, ვინმესთან ერთად იცხოვრო და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მინდა აღნიშნო, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, საფრანგეთში, გერმანიაში, კიდე სხვა ევროპულ ქვეყანაში განათლების მიღება უკანასოა. ახლა სხვათა შორის საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლითაც უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლა შესაძლოა გახდეს პასიანი, ანუ თვითონ უნივერსიტეტებს აქვთ უფლება აირჩიონ, ეს გახდიან თუ არა პასიანს მათ კურსებს უცხოელებისთვის. თუმცა საფრანგეთის უნივერსიტეტების უმრავლესობამ უარი განაცხადა ამაზე. განსაკუთრებით კი საუკეთესო კარგმა უნივერსიტეტებმა ამაზე უარი თქვას, იმიტომ რომ მათ ინტერესებში რომ მიიღონ ყველა, ვისაც კარგი ნიშნები აქვს და არა ისინი, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს. და რითი იფინანსებს უნივერსიტეტი არსებობას? სახელმწიფო ხდის ფულს. ახლა მაგალითად ის რომ მე საფრანგეთში ვისწავლე, საფრანგეთის მთავრობამ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩატო ჩემში, იმიტომ ეს ათასობით ევრო უჯდებათ თვითონ მთავრობას. მაგრამ სახელმწიფო წყობილება ისე არის იქ, რომ ისინი თვლიან, სახელმწიფო ვალდებულია ყველას ის საშუალება განათლება მიიღოს. და უკვე სადოქტორო პროგრამაზეც რომ მეტი ვისაუბროთ, შენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, როგორც მე ვიცი, აქ უკვე როგორც თანამშრომელი ასევე ითვლები, იმიტომ რომ დოქტორანტურის სტუდენტი, უბრალოდ სტუდენტი და მიმღები კი აღარ არის, ის უკვე მკვლევარი, ანუ შემქმნელია უკვე თავისთავად რაღაც სამეცნიერო პროდუქტის. ესეთი სტერეოტიპი არსებობს დოქტორანტურის სტუდენტების, სხვადასხვა ვცდილობთ ეს ჩვენში ვამბობთ ხოლმე დოქტორანტურის კანდიდატს და არა სტუდენტს. იმისთვის რომ ეს სტერეოტიპი ცოტა ჩამოვიშოროთ, სულ ხანდახან მეკითხებიან რომ გამოცდება როგორ ჩაია. მე არანაირი გამოცდა არ მაქვს, იქით ვატარებ ლექციებს და იქით ვიტარებ გამოცდებს სტუდენტებს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვანაირი სისტემა, ისე დოქტორო სისტემა, თქო, ამერიკაში პირველი 2 წელი მართლაც რომ გამოცდებზე გადიხარ, მაგრამ ის პირველი 2 წელი მაგისტრატურის ეკვივალენტურია. სადოქტორო წლები კი უკვე თვითონ ყველა დარგში მოიცავს კვლევას, ეს ბევრი კითხვა, ექსპერიმენტების ჩატარება, თუ ექსპერიმენტალური განხილვა ხარ, თუ თეორიული, მაშინ თეორიული სიმულაციების გაკეთებას, გამოთვლებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დარგს გააჩნია. დავნიშნოს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ყველგან სადოქტორო არის ანაზღაურებადი საქმიანობა. არაფერი უნივერსიტეტში ჩაწერა უფასოა და უნივერსიტეტთან საფრანგეთში გაქვს ორმაგი სტატუსი, მე ვარ უნივერსიტეტის თანამშრომელი და ასევე უნივერსიტეტის სტუდენტიც ორმაგი და სხვადასხვა ეს ძალიან ხელსაყრელია, იმიტომ რომ ის მიხედვით თუ სად მიდიხარ, მაქვს შეღავათები, როგორც შეიძლება გქონდეს შეღავათები, როგორც სტუდენტს და როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელს. და აი სტუდენტურ ცხოვრებაზეც მაშინ რო ვისაუბროთ, როგორ არიან ჩართულები სტუდენტები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, აქ კადრის მიღმა ვსაუბრობთ, რომ არსებობს თვითმმართველობის ანალოგიც, მაგრამ ასევე უფრო ნაკლებად ფორმალურ ჯგუფებზეც მინდა კითხო, აი პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში რამდენად არიან სტუდენტები ჩართულები, თუ უფრო დიდი რაღაც ხდება მაგალითად ქვეყანაში ან ქალაქში, რაღაც რამდენად არსებობს შიგ უნივერსიტეტში ისეთი საპროტესტო მოძრაობები, ან ვიცი პოლიტიკურ პარტიებთან თქო დაკავშირებული ჯგუფები და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს ყავს პრეზიდენტი, ასევე თვითმმართველობა, რომელსაც ნებისმიერი უნივერსიტეტის მოსწავლე თუ თანამშრომელი იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ამით შეუძლიათ მათი პოლიტიკური ხედვა გამოხატონ ეს უნივერსიტეტის ცხოვრებაში. არიან მაგალითად უფრო მემარცხენე ადამიანები, რომლებიც კენჭისყრიან და თუ მაგალითად მათ დაუჭერთ ხარს, უკვე პოლიტიკური განაცხადია, რომ ხელს მოუართ ამბობთ მაგალითად იმას, რომ უნივერსიტეტმა პასიენი გახადოს სწავლება უმცხოვრებისთვის. ასევე თითოეულ უნივერსიტეტებში არის სადოქტორო სკოლები, ასე იწოდებათ, ადმინისტრაციული ერთეულებია, თითო მიმართულებას თავისი აქვს, თავისი აქვს და ასთანაც არსებობს სტუდენტების სადოქტოროების თვითმმართველობები, რომლებიც სიმართლეს უფრო სოციალური მხრით მუშაობენ და ნაკლებად პოლიტიკური მათი ღონისძიებები არის უფრო იმასთან იმისთვის, რომ გაიცნონ ყველა სტუდენტებმა ერთმანეთი, გაუზიარონ, ნაკლებად მიდის იქ ჭობა პოლიტიკურ მოვლენებზე და ასე შემდეგ. ასეთი საუბრები თითო ლაბორატორიაში, როცა ყავას სვამენ, ხოლმე მსგავს და მიღებულია ლაბორატორიაში ესეთი თემებზე საუბარი თანამშრომლებს შორის? თანამშრომლებს შორის ტაბუები არ არსებობს, ძალიან თავისუფლად ვსაუბრობთ ვის უჭერს მხარს, რატომ, რა კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებს და ყვამეზიანებს ამ პირიქით მოგვწევს და ასე შემდეგ. კი, და რადგან ეს ლაბორატორიის შიდა მოწყობაზე გადავედით, ამაზეც უფრო მეტი რო გვითხრა მაგალითად, აი ქალთა მიმართ შედარებდი, რომ მამაკაცურია ეს ფიზიკის ლაბორატორია, მამაკაცის სუნი ასდისო ერთგვარად. აი რაში გამოიხატება ეს და როგორი დამოკიდებულებებია? მე შემიძლია ორი მაგალითი მოგეყვანოთ. ფიზიკის ინსტიტუტის და ბიოლოგიის ინსტიტუტის, იმიტომ რომ ორივეს ვიცნობ კარგად. ფიზიკის ინსტიტუტში ძირითადად არიან მამაკაცები. ქალებს რომ ხედავთ იმ განყოფილებაში, სადაც არიან უფრო ადმინისტრაციის თანამშრომლები და ძირითადად წამყვანი პოზიციები, როგორც არის ინსტიტუტის დირექტორი ან მოადგილე არიან მამაკაცები. თვითონ გუნდების ეს ლაბორატორიაში გუნდებად არის დაყოფილი სხვადასხვა თემებზე მუშაობენ სხვადასხვა გუნდები და თვითონ გუნდების ხელმძღვანელები ძირითადად მამაკაცები არიან. სულ რამდენიმე არის, რომელსაც ქალი უძღვება. სტუდენტები სამწუხაროდ ის იქნება მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებაზე არიან თუ დოქტორატურის კანდიდატები, გოგონები ძალიან ცოტანი ვართ. ეს ეხება ფიზიკის ინსტიტუტს. ეხება ბიოლოგიის ინსტიტუტს, იქ არის ძალიან ბევრი ქალია. და ხა ძირითადად გოგონები, ქალები ხვდებიან, თუმცა როცა ხდება დიდი შეკრება მაგალითად და აი გუნდების ხელმძღვანელები ესეთი შეხვედრა იყო, დიდი შეხვედრა იყო ლაბორატორიის ინსტიტუტის და წინ სცენაზე გამოიძახეს სთხოვეს მისულიყო ყველა გუნდის ხელმძღვანელს და უცებ შევხედე 20 კაცში მხოლოდ 2 ქალი იდგა. იქაც კი სადაც ძალიან ბევრი ქალია, უფრო მაღალ თანამდებობაზე არიან მამაკაცები. და ამას სხვადასხვა ააზრებენ ფრანგები, ქალები უფრო მეტად, რა თქმა უნდა და იბრძვიან რომ ეს შეიცვალოს და ამას ძირითადად ვცდილობ უფრო განათლების მხრივ, როცა სტუდენტები ყავს, მაგალითად ჩვენ მოგწონებით, რომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და ქალებსაც უნდა ჰქონდეთ იმის ამბიცია, რომ ეს პოზიციები ჰქონდეთ. ზოგადად ითვლება, რომ მეცნიერება რთულია და მით უმეტეს რთულია ქალისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ჩვენ კი ვისაუბრებთ ამაზე, რომ ხო არსებობს წიგნები, ამტკიცებს, რომ ქალი სტვინი უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვს ქალისთვის, მაგრამ ისედაც რატომ ითვლება ზოგადად მაგალითად ფიზიკა უფრო რთულად, ვიდრე თუნდაც არ ვიცი ფილოსოფია ან სოციოლოგია ან ნებისმიერი უფრო ჰუმანიტარული დარგი. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქალებთან დაკავშირებით სტერეოტიპია და არანაირი სხვაობა არ არის. რაც შეეხება ეს რატომ ირთვება რთულად, მე პირადად მგონი ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით ეს უბრალოდ მათემატიკის შიდან მოდის, იმიტომ რომ მეცნიერებაში ძალიან საჭიროა მათემატიკა. თუმცა, ვიღაცა მეტყობა, ამან მეტყვი შეიძლება შევებან, რომ ეკონომიკაში არის საჭირო მათემატიკა.
საისმეთიმეტიკა უფრო შედარებით მარტივი მათემატიკა, ვიდრე ის რომელსაც თქვათ კვანტური ფიზიკა იყენებს, ან სტატისტიკური ფიზიკა. მე გუშინ საუბრობდიო ძალიან მარტივია დოქტორანტურის შემდეგ გადაკვალიფიცირება. ხო, თუნდაც რატომ ვფიქრობ და რატომ თვლი, რატომ უნდა ვისწავლოთ და რატომ უნდა გავხდნენ ახალგაზრდები მეცნიერების სხვადასხვა დარგებს? თავისთავად მეცნიერება საინტერესოა და ვთვლი, რომ იმისთვის, რომ საზოგადოება განვითარდეს, ცივილიზაცია განვითარდეს, ეს ყველაფერი იფუძნება მეცნიერულ განვითარებას. განსაკუთრებით მეცნიერება სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია, ეს გადახარისხება შეგვეძლოს. ძალიან ხშირია, მაგრამ ხშირად გვესმის, რომ მეცნიერებმა თქვა ეს, როგორც გუშინ ეს ბრიტანელი მეცნიერები ხშირად ლაპარაკობენ და ძალიან ბევრი სისულელე იბეჭდება და პირადად ხოლმე აღშფოთებული ვარ ხოლმე ისეთ რაღაცებს აზიარებენ სოციალურ ქსელებში ესეთი სტატიები ბეჭდება. ყოველგვარ წყაროს მოკლებული მეცნიერული არაფერი არ არის. ამიტომ მეცნიერება ამისთვის უნდა ისწავლებოდეს. ესაც უნდა სკოლის ეტაპზე, რომ ყველა შეძლოს იმის გააზრება, რომ უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება რო გქონდეს. ხოლო შემდეგ პირადად მეცნიერება ძალიან საინტერესოა, სტიმულია იმათვისაც დაკვირვება უყვარს, შეცნობა ახლის, იმათთვის ეს პროფესიები არის მეცნიერების სწავლა არის ძალიან საინტერესო. თავისუფალ დროს როგორ ატარებ? სად, ვითი ერთობი, იმ დროს, როდესაც რაც მეცნიერებას არ მიაქვს. და აბარე მაქვე ვიკითხავ, რადგან ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენი გაქვს ეს თავისუფალი დრო? აი ეს შრომითი უფლებები, შრომით საკითხები როგორ არის მოწესრიგებული და შეუძლება რამდენი შეგიძლია მაგალითად რომ აიღო? რეალობა, როგორც წესი, მაინც არ შეესაბამება კანონებს და ასე შემდეგ, ცოტათი განსხვავდება, მაგრამ კანონის სრუტი საფრანგეთში სახელმწიფო სტრუქტურაში შეუძლება გაქვს 54-ვე, ეს 44-ვე თქმა განსხვავება შეუძლებაზე მაქვს საუბარი. კვირაში წესით 35 საათი უნდა მუშაობდე, მაგრამ ეცით რა არის, როცა სადოქტორო სიცოცხლეს იმენად მოცულობითი სამუშაო ეს პროექტი, ექსპერიმენტები ძალიან ხშირად ატარებ, არ მუშაობ, არ გამოდის ეს თავიდან ჩატარო. ძალიან ბევრი კოლეგა მყავს, ვინც რჩება ლაბორატორიაში ამის 10 საათამდე, ბევრი უფრო შაბათ-კვირას მიდიან მუშაობენ. და ასე შემდეგ ეს უფრო, მაგრამ ეს პირადი мотиваცია, იმიტომ შენ პირადად ჭირდება შენი კარიერისთვის, ამას რა თქმა უნდა არავინ არ გვაძლევს, არავინ თუ ვინმე არ მივა უფროს თქო არანაირი ხელმძღვანელი შენიშნოს არ მოხდეს, იმიტომ მას არანაირი უფლება არ აქვს იქცაში 55 საათზე უნდა იმუშაო. მაგრამ შენ ინტერესებში შედის, რომ ეს პროექტი რაც შეიძლება უფრო და უფრო წინ წაწია, იმისთვის რომ უფრო უკეთესი ხარისხის იყოს სადოქტორო ნაშრომი. ასევე მეცნიერების ნაწილი, რომელსაც უკვე ესეთი პერმანენტული პოსტები უკავიათ ლაბორატორიაში, ისინი მათშიც არის ისინი, ვინც ძალიან ბევრს მუშაობენ, მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათი სურვილი, ძალიან აზარტი, მათ ძალიან უყვართ მეცნიერება, ეს სხვადასხვა ახასიათებს ზოგადად. არ მარტო მეცნიერებს, იმათვისაც საკუთარი საქმე უყვართ, ისინი ყოველთვის უფრო მეც მუშაობენ და არ უყურებენ, რომელსაც უნდა მივიდნენ, რომელსაც უნდა წავიდნენ. თავისუფალ დროზე რომ მოკითხე, მე პირადად ვთვლი, რომ ყოველ შეკეთებას უნდა ვისვენებ, და ეს საჭიროა იმისთვის, ჩემთვის პირადად საჭიროა იმისთვის, რომ მე კვირის განმავლობაში ვიყო ეფექტური და ვიმუშაო კარგად და შედეგი დაბჭო. დროს ძირითადად მე პირადად ვთქვი ხელოვნება ძალიან მიყვარს. მუზეუმებში სიარული, გამოფენებში სიარული და ასევე ბუნებაში სიარული. იმიტომ რომ ისეთ დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ ალბათ ძალიან აქტიური სადღაც სირბილი და რაღაც უკვე ძნელია და პირიქით ემოციური დასვენებაც აუცილებელია ერთგვარად. პირველ რიგში ემოციური დასვენება საჭიროა ფიზიკურად ნამდვილად არის. გონებრივი დაავადება თუმცა რას ეტყოდი აი ახალგაზრდებს რა უნდა გაითვალისწინონ პროფესიის არჩევის დროს მე მინდა რომ ამ კითხვით ჩვენ ერთგვარად დავასრულოთ და შევაჯამოთ, ხო წელიც იწყება, ძალიან ბევრი ახალგაზრდა წელს ჩააბარებს უნივერსიტეტში, უდგებათ ახლა რეგისტრაციის პერიოდი ევნულ გამოცდებზე და რა პრინციპს უნდა გაყვნენ, რა უნდა გააკეთონ, რომ სწორად აირჩიონ ის გზა, რომლითაც მოინდომებენ სიარულს.
პირველ რიგში მინდა მათ არიციან რა უნდა რომ პროფესიას დაეუფლონ აისწავლონ მათ უთხრა რომ ეს არანაირი პრობლემა არ არის ეს ნორმალურია კიდე შეგვიძლია რომ ძალიან კატეგორიულად იციან ახალ მოსწავლეებმა რა უნდათ შემდეგ და ამის არ შეეშინებდა მათ პეტროეჩევა რომელიც მე თავის დროზე სკოლის მასწავლებელმა მითხრა რომ გამოიწვის მეთოდით აი რა საგნებიც გიყვარს თუ არის სკოლაში რომელიც საგანი რომელიც ძალიან გიყვარს ჯობია უფრო იმას გაყვე და მე ნელა უფრო ამოაჩინა ამ კონკრეტულ საგანთან რამდენი პროფესია არსებობს რამდენი სხვადასხვანაირი პროფესია არსებობს მაგალითად თქვათ ვინმეს იყვარს ინგლისური ენა ის შეიძლება იყოს ჩვენი მასწავლებელი შეიძლება იყოს თარჯიმანი და ასე შემდეგ პროფესიები უკვე ძალიან ბევრია და უბრალოდ გაყევით იმას რაც გიყვართ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე როდესაც თუ მიხვდებით რომ ის რასაც სწავლობთ არ გეშინია და ის რასაც გაინტერესებთ და აღარ მოგწონთ შეიცვალეთ ეს ბუნებრივი მოვლენა ვიცვლებით ხომ ადამიანები ყოველწლიურად ასე დროში არ უნდა შეგეშინდეთ შეცვლა პროფესიის და ეს არ არის განნიშნავს აუცილებლად იმას რომ წარმატებელი ხარ და არც იმას რომ უნდა ნულიდან დაიწყო თავიდან ყველაფერი ეს გადასვლები ყოველთვის შესაძლებელია მაინც გილოცავ ნინო იმას რომ შენ პრინციპში რასაც თავიდან გინდოდა იმას გაყევი და იმას მიყვები დღემდე და მართლა ის აიჩია რაც გინდოდა და აქვე ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც ჩვენი ნიშა ვიპოვოთ რაც გვაინტერესებს და რასაც გავაკეთებთ და ამას გავყვეთ ჩავდოთ ამაში ჩვენი შრომა ენერგია და ეს მივუძღვნათ ამას და გქონდეს რაღაც გამბედაობა ხო გამოსვლა კომფორტის ზონიდან და სხვადასხვა უფრო მეტ შესაძლებლობა შევა მოგცეს ჩვენმა არჩევანმა ვიდრე გვგონია იმიტომ რომ მაგალითად მეცნიერება არ არის მარტო უნივერსიტეტში მუშაობა შეიძლება კომპანიაშიც იყო მკვლევარი კერძო ბიზნესშიც და ასე შემდეგ აი ამ პოზიტიურ ნოტაზე მინდა ნინოს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ თქვენ კი ორი კვირით დაგემშვიდობებით დროებით